თავიდან AI მეგონა ესე რომ დაარტყა იმ ქალს. მე პირადად ვერ გავაკონტროლებდი მართალი რომ გითხრათ ჩემს ემოციას. რამდენად ეთანხმებით ამ გადაწყვეტილებას, რომელიც გაჟღერდა სასამართლოში? აწყობს ჩვენს ხელისუფლებას, რომ რუსებმა აქ ფული დახარჯონ. აქვს მნიშვნელობა ქართველ ქალზე ზალადობს ქართველი კაცი თუ ასეთ პროვოკატორზე, ანუ არა მაქვს ემპათია. დიახ, ხვდები, მე ვხვდი უბრალოდ. ჯები გაუშალა ამ გოგოს და ნოკაუტში ჩააგდო ქალი. ტრავმა მიაყენეს ადამიანებს, რომლებსაც ქორწილი ჩაუშალეს. რა არის იდეალური სასჯელი? გაათავისუფლეს უკვე 5000 გადაიხადა და გათავისუფალი. რომ უჩივლონ, მერე ის ციხიდან ხო ოდესმე გამოვა და თავს წააწყვეტ. თან პატრიოტი მინდა ვიყო, თან რუსებმა ფული მტრებმა ფული ჩემთან დახარჯონ, ესე არ გამოდის. იმ პატრიოტობას თავის საფასური აქვს. მოგესალმებით. მოგესალმებით. სანამ დავიწყებთ ჩვენს დისკუსიას, მინდა პირველი კითხვა დავსვა თქვენთან. განვიხილოთ და მაინტერესებს თქვენი აზრი, თქვენი შეფასება იმ ინციდენტის, რომელიც მოხდა კახეთში 18 ივლისს. რა მოხდა, როგორ შეაფასებთ? დავიწყო? შეგიძლიათ. ჩემთვის ეს ინციდენტი იყოფა ორ ნაწილად და რას გულისხმობ, ნახეთ? აი, რომ ასე ვთქვათ, გამოვაცალოთ ის კულმინაცია, რაც იყო, რომ ეს ბიჭი ავიდა ზემოთ და რაც მოხდა და ცალკე განვიხილოთ და აი მანამდე, ჩავთვალოთ, რომ იქ რო დამთავრებული იყო ეს ყველაფერი. ჩემთვის ის ემოცია და აი ის სულისკვეთება არის აბსოლუტურად ის კი რომ გასაგები, ჩემ ემოციებსაც ემთხვევა პირდაპირ. აი, ის სხვა ბიჭი რო ეუბნება იმ გოგოებს, რომ თქვენ აქ სტუმრად ხართ. და ეს უნდა გაითვალისწინოთ და ისე კი ნუ იქცევით თითქოს თქვენ ქვეყანაში ხართ და გარდა ამისა ახლა ჩვენ ოკუპირებული ტერიტორიები ყავს და ახლა ვესაუბრებოდი ზუსტად მეგობარს რომ ოკუპირებული ტერიტორია 20% ოკუპირებული ეს მარტო ტერიტორია ხო არა აქ ლაპარაკია ჩვენ თანამემამულეებს რომლებიც ჩაიხოცა ამ ომების დროს ხო აფხაზეთი დავკარგეთ ცხინვალი დავკარგეთ და მარტო ტერიტორიები კი არ დავკარგეთ ჩვენ თანამემამულეები დავკარგეთ მეგობრები ვიღაცებმა ოჯახის წევრები და ასე შემდეგ ხო ანუ აი ეს სულისკვეთება რომ გაღიზიანებულია ხალხი იმის გამო და მე აქ მივდივარ პირდაპირ პოლიტიკასთან ჩვენ ხელისუფლება უსუსური აღმოჩნდა ანებით ან უნებლიეთ ამის წინაშე რომ ესეთი შემოდინება რომ მოხდა და ეს მე ჩემ გადაცემაში ვთქვი ამ რუსების უკონტროლოდ და არანაირი რეგულაცია არ არსებობს და მიწების მითვისება ბიზნესები დაიწყეს გაცლებით დიდი რესურსები აქვს ვიდრე ჩვენ თანამემამულეებს ხო ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ ხო ამას ალბათ გავშვით აი ნახე ჩემთვის ეს სულისკვეთება მაგიტო ჩემთვის იყოფა ორად აი იქამდე რაც ხდებოდა ის სულისკვეთება მე ვიზიარებ კი არა და მომეწონა აი იმის მერე რაც ხდება როგორც უთხრეს იმ გოგოებს რომ თქვენ ხართ აქ სტუმრად და მოდი რა პატივი გვეცით როგორც მინიმუმ ხო როგორც მინიმუმ და მერე რაც ხდება რომ ეს ბიჭი ადის იქ და იქ რო ეხა არ ვიცი ჯები გაუშალა ამ გოგოს და ნოკაუტში ჩააგდო ქალი ეხლა მანდ მე ირინა ტორონჯაძე როგორ წარმოგიდგენ რას ვიტყვი რომ უი ეს არ არის ქალზე ძალადობა რადგან რუსია ანუ კარგით ხალხნო ეხლა ესა უკვე კატასტროფა ქალბატონ რუსიკო თქვენ როგორ შეაფასებთ ამ ინციდენტს ხო ჩემთვის ეს ორი საკითხი არ არის ასე ვთქვათ გაყოფილი და ჩემთვის ეს პირველი რაზეც ქალბატონმა ირინა მილაპარაკა ფარავს იმ მეორეს იმ თვალსაზრისით რომ დაწყება კონფლიქტის და გამომწვევი მიზეზი იყო ამ რუსი ქალების სითავხედე, ხო? და არა მარტო სითავხედე და მგონია რომ ზოგადად ამ ჭრილში გადაყვანა რომ აი ახლა ეს ძალადობა დავგმოთ არ დავგმოთ თუ როგორ მოიქცა ეს ბიჭი და რაღაცა ნუ რაღაც ჯერც უხერხული თემა ბევრისთვის და მეორეც კიდე ჩემის აზრით არაფრის მონტანია იმიტომ რომ ხა ქალზე ძალადობა მე მგონი განსაკუთრებით იმ საზოგადოებისთვის ვინც ახშფოთდა ამ რუსების ძალადობაზე არ არის მისაღები ფაქტი ზოგადად ხო მანდ არც კი განიხილება ზოგადად რაღაც ისეთი კუთხე რომ აი
ეს არის ძალადობის ახალისება. მე ასე ვხედავ და მე დიახ, ამ თემებს ჩავშლით უფრო ვრცლად, თუმცა სანამ გავაგრძელებთ ჩვენ საუბარს, მინდა დავუკავშირდეთ ახლა გიორგი ჭიღლაძეს ადვოკატს, ლაშა კაპანაძეს და მოვისმინოთ რა მდგომარეობაში იმყოფება ეს საქმე. ახლა ჩაგვირთვება ლაშა. ლაშა, გამარჯობა. ლაშა, პირველ რიგში მინდა მოგვიყვეთ რა მოხდა 18 ივლისს კახეთში. და თქვენ როგორ შეაფასებთ როგორც ადვოკატი ამ ვითარებას? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მოკლედ კახეთში ქორწილი იმართებოდა 18 ივლისს, რა დროსაც ქორწილი მიმდინარეობდა ვერანდის პირველ სართულზე არსებულ ვერანდაზე, სასტუმროში არსებულ მესამე სართულზე მყოფმა ტურისტებმა გადმოასხეთ სხვადასხვა გვარის სითხეები, რის გამოც ქორწილი ფაქტობრივად ჩაიშალა, იმიტომ რომ იყო დინება, ფურტკება, ლანძღვადინება და ასე შემდეგ. ლაშა, ამ მომენტის რო ეს ფურთხება, გინება არსებობს რამე მტკიცებულება, რადგან მე ვუყურე რაც არის გავრცელებული ინტერნეტში ვიდეოები ამ მეორე მხარეს ამ გოგოების და ამბობენ რომ მსგავსი რამ არ ყოფილაო. ვიდეოზე დააკვირდებით, იქაც ფანჯრის საფაზე ჩანს სითხის წვეთები. გარდა ამისა, ნახეთ, როდესაც ადამიანი პროვოკაციას აწყობს, ჯერ ფაქტს დააკეთებს და მერე უკვე დაიწყებს გადაღებას, ხო? ჯერ პროვოცირებს, იმიტომ რომ არ გაამჟღავნებს თავის მამხილებელ, ასე ვთქვათ, საკითხებს. შესაბამისად, ჯერ გარკვეული რაღაც ქმედებები მოხდა მათი მხრიდან, ბოლოს შემდგომში დაიწყეს, როდესაც სტუმრების მხრიდან ამას უკმაყოფილება მოხდა, შემდგომში დაიწყეს მათ ვიდეოს გადაღება. ლაშა, თქვენ თვითონ როგორ შეაფასებთ? ეს იყო ძალადობა ქალზე? მომენტს ზოგადად, დიახ. ნახეთ, ქმედება ზოგადად სამ დარტყმა არის ამას, ანუ დარტყმას რაში გულისხმობ. ფიზიკურ დაპირისპირების დროს გიორგი ჭიღლაძე ეცადა თავი დაეცვა, ასე ვთქვათ, ხელი მოიქნია უბრალოდ და შემთხვევით გაარტყმას განზრახვა არ ქონია. შესაბამისად, გიორგი ჭიღლაძის განზრახვა, პირდაპირ განზრახვა არ ყოფილა ძალადობა. კი ბატონო. პროვოკაცია როგორც აღნიშნე არის პროვოკაციის მსხვერპლი. ახლა რა მდგომარეობაში იმყოფება ეს საქმე სასამართლოში? ამათ არის წინა სასამართლოს ხდომა დანიშნული სექტემბერში, 11 სექტემბერს ჯერჯერობით გამოძიების ეტაპზეა კვლავ საქმე. როგორც მოგეხსენებათ, გუშინდელი სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილებით გიორგი ჭიღლაძე გათავისუფლებული იქნა 5,000 ლარიანი გირაობით. თავდაპირველად პროკურორი იტყოდა, რომ გირაოთი უნდა ყოფილიყო გამოყენებული პატიმრობა, რაც იმას გულისხმობს, რომ სანამ თანხას არ გადაიხდიდა გიორგი ჭიღლაძე ყოფილიყო პატიმრობაში, მაგრამ სასამართლომ გაიზიარა ჩვენი პოზიცია, ვისთვით მადლობა ყოფილი ბატონ თამარ კაპანაძე და მხოლოდ 5,000 ლარიანი გირაოთი შემოიფარგლა და გიორგი ჭიღლაძე გაათავისუფლა სასამართლო დარბაზიდან. რამდენად შეესაბამება რეალობას გავრცელებული ინფორმაციით, რომ თვითონ სასტუმრომ გამოთქმა სურვილი, რომ ეს 5,000 ლარი თავის თავზე აეღოთ? კი, სიამბილია. ანუ რაც მისასალმებელია თქვენთვის. სასტუმრომ გადაიხადა? ნახეთ, თანხის გადახდა ჯერ ინფორმაციას არ ვცლობ. მაგრამ სასტუმროს მზაობა აქვს გამოთქმული, Facebook-ზე პოსტის გამოაქვეყნა, როგორც მახსოვს და შეგიძლიათ გადაამოქმნოთ კიდევაც. კი ბატონო, მაგიტომ გეუბნებით ამას. როგორც აღნიშნე, ძალიან მისასალმებელია სასტუმროს ასეთი დამოკიდებულება. ლაშა, თქვენ გქონდათ კომუნიკაცია ამ გოგოებთან, ну, უпростоეთ ადვოკატთან ამ გოგოების? არა. ძალიან დაურია მათი ადვოკატი რა უბრალოდ კომუნიკაცია მასთან. რამდენად შესაძლებელია თქვენი აზრით სექტემბერში, რომ გიორგი ციხეში დაბრუნდეს, ასე ვთქვათ? ჩემი აზრით, ნახეთ, აღკვეთის ღონისძიება არის გამოყენებული. გირაო, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმეზე აუცილებელი არ იყო მისი დაპატიმრება. კი ბატონო. ვინაიდან ძირითადი მტკიცებულებები არის მოპოვებული და დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება მიმდინარეობს. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ გიორგი ჭიღლაძეს, ასე ვთქვათ, აღკვეთის ღონისძიება შეეცვალოს უფრო მძიმე აღკვეთის ღონისძიებით, ისეთი როგორიც არის პატიმრობა.
სექტემბრის პროცესს რაც შეეხება სექტემბერში იქნება წინა სასამართლოს ხდომა, რაც გულისხმობს იმას, რომ მხარეებმა მოპოვებული მტკიცებულებები უნდა გაუხვალონ ერთმანეთს და სასამართლო იმსჯელებს მოპოვებული მტკიცებულებების დასახლებობაზე. მაგალითად, თუ არ იქნა კანონდარღვევით მოპოვებული რომელიმე მტკიცებულება, ან ასე შემდეგ. თუ ყველა მტკიცებულება დასახლებები იქნება, მერე უკვე სასამართლო გადაწყვეტს აღწევული მტკიცებულებების საფუძველზე, რამდენად შეიძლება საქმეზე თუ არის შესაძლებელი საქმეზე დადგეს გამამკუნებელი განაჩენი, მაგ შემთხვევაში საქმე გადაეცემა უკვე ასეთად განსახილველად უკვე მომდევნო ეტაპი არის ეს. დიახ, ლაშა, ბოლო კითხვა. რას ამბობს დღეს გიორგი? გიორგის პოზიცია მე თავიდან შეიძლება ჟურნალისტებთან არ გაუჟღერებია, როდესაც გამოვიდა სამართლოდან, მაგრამ მისი პოზიცია თავადვე გავაჟღერდა. იგი მადლობას უხდის იმ ქართულ საზოგადოებას, რომელმაც ხარდაჭერა გამოუცხადა და მადლობას უხდის ჟურნალისტებს, რომლებმაც 24 საათის განმავლობაში გააშუქეს 24 გამავლობაში ყოველდღიურად აშუქებდნენ იმ საქმეზე არსებულ მიმდინარე მოვლენებს. ასევე მადლობას უხდის იმ მოსამართლეს თამარ კაპანაძეს, რომელმაც გამოიტანა სამართლიანი გადაწყვეტილება და გიორგი გაათავისუფლა სასამართლო დარბაზიდან. ეს არის მისი პოზიცია და როგორც თავად აღნიშნა, მომხდარი ფაქტის გამო კეთილი, დიდი მადლობა ლაშა ჩართისთვის. წარმატებები. ასევე მადლობა. მოვისმინეთ ლაშას აზრები, ლაშას შეფასება, რამდენად ეთანხმებით ამ გადაწყვეტილებას, რომელიც გაჟღერდა სასამართლოში. იცით რა არის, მე აი ეს იურისტებთან ვაპირებდი კიდევაც კითხვას, ეხლა ძალიან საინტერესო იყო თქვენ რო კითხეთ, ჩემთვისაც ნათელი გახდა, იმიტომ რაღაც ვინც არ არის გათვითცნობიერებული, ვერ ბევრმა მაგალითად სოციალურ დაწერა, რომ აი გაათავისუფლეს უკვე 5000 გადაიხადა და გათავისუფალი. და აქ საუბარია, რომ უბრალოდ ეხლა არ შეეფარდა, აკვეც ღონისძიება პატიმრობა არ შეუფარდა სასამართლომ და 5000 გირაოს სანაცვლოდ ეხლა თავისუფალი, თუმცა სასამართლო შედგება და შემდეგ შეიძლება შეიცვალოს, შეიძლება არა. ყოველ შემთხვევაში ის სამართლებრივი პროცესი მიმდინარეობს, ეს ძალიან სწორია და სასამართლო იქნება. ჩემთვის ცოტა შემაშფოთებელი იქნება, რომ აი ქალზე ესეთი პირდაპირ ძალადობა, თქვენ თუ მიაქციეთ ყურადღება და არ ვიცით დატოვებთ თუ არა ამას პოდკასტში, ადვოკატი შეყონდა, როცა კითხეთ აი ქალზე ძალადობაზე რა სიტყვით, იმიტომ რომ კი, აუცილებლად იმდენად ცხადია, რომ იქ იყო პირდაპირი ფიზიკური ძალადობა, თან დაუნდობლად დაარტყა სახეში, კაციც წაიქცეოდა, იქ ისე დაარტყა სახეში, დაანოკაუტა. ამაზე იმის თქმა, რომ ესე არ იყო, მასაც გაუჭირდა შეყო ყმანდა და მე თქვა, რომ ეს არ იყო განზრახვა. მე მჯერა, რომ ეს განზრახვა არ იყო. მე მჯერა მაგალითად, რომ ეს ბიჭი იქ რო ავიდა, ეხლა მივალდა, მაგრამ მოვდებო, მაგას არ ფიქრობდა და იქ სპონტანურად მოხდა. თუმცა ეს ხო მოხდა და ჩემთვის საშიში პრეცედენტი იქნება, რომ ქალზე ესეთი პირდაპირი თავდასხმა, ასე ვთქვათ, თავდასხმის შემდეგ სასამართლომ უბრალოდ გამოუშვას, აი ყველაფერი სექტემბერში ხო მხოლოდ 5000 არის სანაცვლოდ ეს ზოგადად ქალების ძალადობისთვის იქნება საშიში პრეცედენტი. იცით რატო? იმიტომ რომ ნებისმიერ სხვა კაცი, იგივე ქართულ ქალზე, რა მნიშვნელობა აქვს რომელ ეთნიკურ კუთვნილების ქალზე, ძალადობისას 1000 მიზეზის მონახვა შეიძლება, კაცო, ვიჩხუბეთ პოლიტიკურ საკითხზე და რუსეთუმეა და დავარტყი. აი 1000-ნაირი ეგრეც არ ამბობენ კაცები, მაეჭვიანა და დავარტყი ვცემე, იმიტომ რომ მოკლე კაბაეცო. გამომიწვია პროვოცირება, ანუ პრეცედენტი იქნება, რომ ეს მოსულა. ეგ არის საშიში. რა არის იდეალური სასჯელი შენი აზრით? არა, მე არ ვარ მოსამართლე, არც იურიდიული განათლება არ მაქვს, არც სამედიცინო განათლება მაქვს და ჟურნალისტიკაში ვარ. მაშინ მოდი ასე, როგორც ვიცი, ამ მუხლით, რომლითაც შეაფასეს ეს ქმედება, არის 3 წლიანი. მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს წინა პირობები. მე არ ვთვლი, რომ სიტყვაზე იგივენაირად უნდა მიუდგნენ ამ ბიჭს, როგორც აი დავუშვათ სხვა შემთხვევაში, აი რაღაცა პირსისხლიან მოძალადეს მიუდგებოდნენ. მე ვთვლი, რომ რაღაც შემამსუბუქებელ გარემოებია, თუნდა ეს გულისხმობა 3 წელი არ იყოს და 2 წელი. აი არ ვიცი თქო მოსამართლე არ ვარ, მაგრამ შემამსუბუქებელი რაღაც ალბათ არის. უნდა ჩასვან. ამაზე რასაც ითვალისწინებს კანონმდებლობა, მე არ მინდა რომ ჩემ თავზე ავიღო. ამბობს რომ 3 წლიანი
აი მოსამართლემ გადაწყვიტოს, თუნდაც იხემძღვანელოს არა იმით მოსამართლემ, რომ ეხლა ბევრი ხალხი უჭერს ამას მხარს და პოლიტიკურად ხელისუფლებას აწყობს, რომ ცოტა თავზე ხელი გადაუსვას ამ ამით კი არ იხემძღვანელოს, მართლა შინა გაირწმენით და გამოცდილებით იხემძღვანელოს და მე ამას იმიტომ ვერ ვამბობ რამდენი და როგორ, რომ მართლა არ მაქვს ამის გამოცდილება კომპეტენცია და ეხლა ადამიანის ბედი წყდება და ეხლა ირინა ტორონჯაძე დადგა და რაღაც დააბრეხვა რაღაცა წლები, ეს არასერიოზულია, ხო? თუ მართლა ჩათვლის მოსამართლე ეს ბიჭი გასათავისუფლებელია, გაათავისუფლოს, მაგრამ მოდი აი ნამდვილად სამართლიაში ახლა ეს მგონია რომ არ გინდა პირდაპირ მითხრა, რადგან მეუბნები რომ არ მინდა რატომ საზოგადოების წნეხის გეშინია? შენ ფიქრობ რომ ეს საზოგადოება ხო და რო არ ფიქრობ მაგიტომ ახლა მე არასდროს არ დამიბრეხვებია რაღაც აზრები, რაშიც არ მაქვს კომპეტენცია. აი მითხარი რომელიმე ჩემი გამოსვლას, რაც აი ჩემ კომპეტენციას ცდება და რაღაც ბოტანიკაზე არ ვიწყებ ხოლმე ლაპარაკს და თუ რამე ვარაუდს გამოთქვა, ვამბობ ეს ვარაუდია. ადამიანის ბედი წყდება და მე მოსამართლის მანტია მოვირგო, როგორც მე არასერიოზული, მაშინ უნდა მომზადებულიყავი, მაინც ჩაბეხედა მაინც კანონმდებლობაში და გეუბნები რომ არ ვარ ჩახედული. მე მინდა რომ ის მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება. არ იყოს ეს ნაკარნახევი ზუსტად საზოგადოების წნეხის მიერ. და ამის გამო არ გაათავისუფლოს მხოლოდ, თორე თუ მართლა შეისწავლო გარემოება, ჩათვალო რომ ეს ბიჭი ისეთ აფექტში იყო, რომ ეს ამართლებს სრულად ამ დარტყმას, მაშინ ოკეი, მეც მივიღებ ამას. არ გახდეს პრეცედენტი, რომ ქალზე ძალადობა მოსულა. აი მე ეს არ მინდა. დანარჩენზე უბრალოდ ვერ გიპასუხებ. თქვენ რას ფიქრობთ ქალბატონო რუსიკო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე? კი ბატონო, პირველ რიგში ქალბატონი ირინას გამოვიხმაურები, რომ მე არ მგონია რომ სასამართლო დღეს საზოგადოებრივ აზრს ითვალისწინებდეს. როცა ჭირდებათ ითვალისწინებთ. არა პოლიტიკურად როცა სჭირდება უმეტესობა საქმეებში, რომლებიც პოლიტიკურ პატიმრებს ეხებოდა, საზოგადოებრივი აზრი არ გაუთვალისწინებიათ და ითვალისწინებენ უფრო რუსეთის ფედერაციის აზრს. ამიტომ მე არ მგონია რომ ეს საშიშროება გვემუქრებოდეს, რომ ვაი ეხა ქართველებმა რაღაც არის ფიქრონ და უფრო მე მგონი გაითვალისწინებენ რუსებმა რამე არის ფიქრონ, მაგალითად ჩვენ ვიცით რომ როდესაც გაათავისუფლეს ნიკა კაცია, გიორგი ახობაძე და კიდევ ერთი ბიჭი იყო, უკაცრავად დამავიწყდა გვარი, სამხილების არარსებობის გამო, ნარკოტიკის ჩადების საქმეზე, მიუსაჯეს რუსი ეროვნების მოქალაქეებს 8.5 წელი, ანასტასია ზინოვკინას, სხვათა შორის და არტემ გრიბულს და ჩეჩინს, რომელთა საქმე ზუსტად იდენტური იყო, მაგრამ ვინაიდან ისინი იყვნენ ანტიპუტინისტები და იყვნენ ასე ვთქვათ მონიშნულები პუტინის რეჟიმის მიერ როგორც პროტესტანტები და იქ არაერთ აქციაში და საპროტესტო მოძრაობაში ჰქონდათ მიღებული მონაწილეობა, ამიტომ გაითვალისწინეს იმათი აზრი და ასე ვთქვათ მიუსაჯეს ამხელა და სასჯელი. ეხლა მეორე, აი ქალბატონმა ირინამ ისაუბრა, რომ აი ეს თემა ზოგადად რუსების შემოდინება სენსიტიურია, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს განვლილი ოკუპაცია, ჩვენი მოქალაქეები არიან დაღუპულები, დავამატებდი რომ გამოყრილები არიან თავიანთ სახლებიდან, მაგრამ ეს ხომ არ არის წარსული, ასე ვთქვათ, ეს ხო არ არის წარსული ტრამვა, არამედ ეს არის დღევანდელი მოცემულობაც. ეს არ არის ის, რომ მაგალითად ფრანგებს ქონოდათ გერმანელების მიმართ უკვე ომის შემდგომ რაღაც სენსიტიური დამოკიდებულება, ხო? ან ებრაელებს. არამედ ეს მიმდინარეობს დღესაც და ჩვენ ფაქტიურად ჰიბრიდულ ომში ვიმყოფებით რუსეთის ფედერაციასთან და
მიერ მოწონებულ, მოდი ესე ვიტყვი, რეჟიმთან. და მინდა ახლა შეაფასოთ ასევე აი სასამართლოს ხო, გადაწყვეტილება აი ახლა სასამართლოს დიახ. გადაწყვეტილებამდე მივალ. პირველ რიგში მე მაინტერესებს რატომ არის მხოლოდ ამ ბიჭის პასუხისმგებლობა დაყანებული და იმ ქალების ძალიან არ მომწონს ეს ტერმინი გოგო, იმიტომ რომ რაღაცნაირად ცოტა არბილებს მათ ქცევას და იმ ქალების მიმართ, რომლებიც არ იქცეოდნენ მე მგონი როგორც ტურისტები და სუმცირე იყვნენ ამ კონფლიქტის გამომწვევი მიზეზები, ხო? რატომ არ არიან ისინი დაკითხულები, რატო არ არის მათ წინააღმდეგ რაიმე ტიპის სასჯელი გამოყენებული, თუნდაც ის რომ მატერიალური და ზარალი მიაყენეს და საერთოდ რა ხორცილის ჩაშლა, მე მგონი რაღაც სხვა ზარალიც არის, ხო? ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენეს ადამიანებს, რომლებსაც ქორწილი ჩაუშალეს. მაგრამ ჩემის აზრით ეს საკითხი კიდევ უფრო ფართოა, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს საქმე არა რუსი ეროვნების, ანუ ეთნიკური ნიშნით რუსი მოქალაქეების ქცევასთან, არამედ მე პირადად განვიხილავ როგორც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს, რომლებსაც ვიტყოდი რომ აქვთ რაღაც დაუოკებელი სურვილი აქ გამოავლინონ რაღაცნაირი უტიფრობა და აქ იქცეოდნენ არა როგორც სტუმრები, როგორც ტურისტები, არამედ რაღაც თითქოს რაღაც თავის ორღობეში დადიან და გეტყვით რომ რუსთაველზე არაერთი შემთხვევა ყოფილა, მაგალითად იმ დღეს, როდესაც უკრაინაში დაღუპული მეომრების პატივსაცემად მარში გქონდა, მათ ქართული დროშის ტარი გადაუმტრიეს ჩვენ მომიტინგეებს და შუათითებს უჩვენებდნენ, გუშინწინაც თორცდები თუ გუშინწინის წინ გაიარეს და ასევე თავხედურად იქცეოდნენ და ასევე ამ შეესტებით გველაპარაკებოდნენ და მგონია რომ ეს არ არის ასე ვთქვათ პატარა პრობლემა, იმიტომ რომ რაღაცნაირად ეს არის პირველ რიგში ღირსების საკითხი, რომ როგორ ბედავენ საერთოდ ასეთ ქცევას. მე არ ვიცი, არ მინახავს, რომ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეს ასეთი უპატივცემულობა მასიურად, თორე ყველგან არის კარგი, ცუდი, უზრდელი, ვთქვათ, რა ვიცი, კრიმინალი და რაღაც, მაგრამ აი მასიურად ესეთი უპატივცემულობა გამოევლინოთ ჩვენი ქვეყნის მიმართ და ასეთი რაღაც აგრესიული დამოკიდებულება მე არ მახსოვს, მაგრამ ეს მე მგონი მარტო აქ არ ხდება, ისინი გაუთავებლად აგერ თურქეთშიც მოითხოვენ, რომ რუსულად გასცენ პასუხი და ეს მე მგონი, რომ ბევრად დიდი პრობლემაა, ვიდრე ვთქვათ ძალადობის ახალისება. ანუ ამ მომენტში რთულია ადამიანმა და სტუმრად მასპინძელმა აკონტროლოს ემოციები? იცით რა ახლა ამ ბიჭის ემოციური მასში მე ვერ შევალ, მე პირადად ვერ გავაკონტროლებდი მართალი რომ გითხრათ ჩემს ემოციას, მიუხედავად იმისა რომ არ მიჭირს ემოციების კონტროლი, მაგრამ ეს აი იცით რა არის, არ ნიშნავს რაღაც სასაქცენი მოიწონო და მე გამართლო რომ იცი რა მე ვერ გავაკონტროლე ჩემი ემოციები. უბრალოდ აქ როდესაც ჩვენ ვაფასებთ სიტუაციას, მე მგონი თავი და თავი უნდა იყოს რომ როგორ გვიბედავენ ასეთ ქცევას და როგორ ბედავენ რომ ქორწილს გვიშლიან და არა ის რომ მე ვთქვათ ამ ბიჭმა მასზე იძალა და ეს რატომღაც პირველ საკითხად გამოვიდა, იყო თუ არა ძალადობა, ვაიმე ეთკინა თუ არა, ვაიმე როგორ დაარტყა, როგორც კაც დაარტყა თუ ასე შემდეგ და ასევე ვფიქრობ რომ აქვს მნიშვნელობა ქართველ ქალზე ძალადობს ქართველი კაცი თუ ასეთ პროვოკატორზე იცი რა პროვოკატორის არ არის ჩემის აზრით ეს ქალი და ეს ქალები აი ხარას ვამბობ მე არ მგონია რომ პროვოკაციის გამო გააკეთა ეს მე მგონია რომ ეს არის მათი დამოკიდებულების აბსოლუტურად დაუფარავი გამოხატვა ანუ პროვოკაციას კი არ აწყობს რომ მე დაარტყან მაგას ვამბობ არამედ ის გამოხატავს თავის აი ამ ვერიკო ძერჟაულ დამოკიდებულებას რომ თქვენ აქ საერთოდ
ვინ გდიხართ უკაცრავად ამ გამოთქმაზე, როგორც მინდა ეს ჩემი უკანეზოა, ისე მოვიქცევი. ეს არის უბრალოდ მართლა თავზე მოსაქმება უკაცრავად ამ სიტყვებისთვის ქართველებისთვის და ეხა იმაზე ვიმსჯელოთ რომ როგორ უფრო აკურატულად მოვიწვენთ ამ ჩარტს მე რაღაც არ მიმაჩნია სწორად ამ თემის ამ ჭრილში ფოკუსირება, რაი ფოკუსის გაკეთება. რას ფიქრობ? სკოშეს ახლა პირველი რაც მომივიდა თავში არის რომ თვითონ გიორგი ქვია ხო ამბიც? გიორგიმ თვითონვე თქვა, რომ ნანობს თავის საქციელს დარტყმას და რომ ეს არ იყო მისი განზრახვა და მიზანი და არ უნდოდა რომ ესე დასრულებულიყო, ხო? ეს ჩემთვის ძალიან ნიშანდობლივია და მე მომწონს ეს მხარე და შეიძლება ეს სწორედ ეს გაითვალისწინოს მოსამართლემ შემდეგ უკვე წლების შეფარდებისას თუ არ ვიცი მის გათავისუფლების გადაწყვეტილების მიღებისას და მგონია რომ ეს იქნება სამართლიანი მომენტი, იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანია. ადამიანი ამბობს რომ დიახაც ესე უნდა მექნა და უნდა მეგლიჯა ეს მუშტი თუ ამბობს რომ ეს არ იყოს სწორი, ეს იმას ხო არ ნიშნავს რომ გიორგიმ შეიცვალა თავის დამოკიდებულება რუსების მიმართ. ეს იმას ხო არ ნიშნავს რომ ის უფრო ნაკლებად პატრიოტია. ეს ნიშნავს, რომ ის ადამიანი, ესე იგი, არის შეგნებული და გააცნობიერა, რომ ის საქციელი, რაც გააკეთა, არ მოსულა. ეს არ შეიძლება. სხვა შორის, აი, ჩემ გადაცემაში მქონდა გუშინეს თემა და ერთ-ერთმა სტუმარმა მითხრა, რომ აი, ზუსტად ჩემი ოპონენტი ქალბატონი რასაც ამბობს რომ ესე იგი რომელი მხრივ გავშალოთო ეს თემა აი გენდერულ ჭრილშიო თუ პოლიტიკურ საერთოდ ადამიანებს გვიყვარს რაღაც ან მოცემულობა იმიტომ რომ ან რეალობაში ხომ არ ვცხოვრობ ნახეთ ხო დაპირისპირე აქედან მოდის იმიტომ ან მოცემულობაში ეგო უფრო ესე ვთქვათ ძლიერდება და ეს პოლარიზაცია და ესეთი არ არის ხოლმე მოცემული. როგორც ეს მოვლენები არის მრავალწახნაგოვანი. ეს მოვლენა ნამდვილად მრავალწახნაგოვანი. ანუ ორივე კომპონენტია. აქ არის ჩვენი პოლიტიკური ხაზრა და რუსებთან ჩვენი დამოკიდებულება და ის დისკურსი, რაშიც ვართ ჩაკეტილები, ეს გაუთავებელი კონფლიქტი ისტორიული რუსებთან და მეორე მხრივ გამოიკვეთა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობა და ძალადობა და ხა ამაზე ვილაპარაკოთ თუ ამაზე თუ გნებავთ ერთი პოდკასტი ერთ კომპონენტზე ჩავწვდით მეორეზე მაგრამ ეს მოვლენა შეიცავს ორივე კომპონენტს. ანუ ჩვენ თვალი დავხუჭოთ და ამ კაცს ამ ქალისთვის არ დაურტყამსო და მოდი მარტო ჩვენი და რუსების ურთიერთობას ვილაპარაკოთ, ეს რბილად რომ ვთქვათ სირაქლემას პოზა იქნება და ეს არ გამოვა უბრალოდ და მე კიდევ რითიც დავიწყე იქამდე მივალ რომ თვითონ ამ ბიჭმა თქვა ეს მე არ მგონია რომ ეს მხოლოდ იმიტომ ეთქვა რომ ესე აწყობს იმიტომ რომ სხვა გზა არ აქვს იმიტომ რომ ამას თუ დაუშვებთ მაშინ ეს უფრო ცუდი მოცემულობაა ანუ ესე იგი თავის თავთან წავიდა კომპრომისზე და მართლა ფიქრობს რომ ის ქალი მუშტი უნდა დაერტყა მისთვის არ მგონია მე მინდა მჯეროდეს რომ მან მართლა შეგნებულად გააცნობიერა კონკრეტულად ჩვენთვის ეს პოლიტიკურ ნიადაგზე ხდება ყველაფერი თუ ეს არის ქალზე ძალადობა. როგორ შეაფასება ამ კონკრეტულ შემთხვევას ქონდა პოლიტიკური წინა პირობა. შეფასება თუ ქმედება ამ ბიჭის. აი თვითონ აი იმ ბიჭის გაღიზიანება წამოვიდა იქიდან, მე როგორც შევხედე კადრები რაც იყო, გაღიზიანება წამოვიდა იქიდან, რომ მართლა არაადეკვატურად იქცეოდნენ ის ქალები, ხო? და ეს ჩვენ ვიცით და ეს ჩვენ არავის არ გაკვირვებია ეს. დედა როგორ მოიქცენ რუსი ტურისტებიო? არავის გაკვირვებია. ხო, რუსკენ ნებისმიერ სხვა რო ყოფილიყო, გაგაღიზიანებდა და რუსი მით უმეტეს, რომელიც კიდევ ერთხელ ვამბობ. ნახეთ, ეხა აქ აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ რატომ არის ამაში პასუხისმგებლობა და გნებავთ დანაშაული ხელისუფლების. როდესაც ხელისუფლება არანაირ კონტროლს არ აწესებს, ოკუპანტი ქვეყნიდან ადამიანებს უკონტროლო შემოდინებაზე, აი ეს პროტესტი მერე გადადის ხალხში. ეს ჩვენი დასარეგულირებელი არ უნდა გამხდარიყო, რომ იქ კონკრეტულ რუსეთის მოქალაქეს როგორ მოექცედა ეს გაღიზიანება მანდ არ უნდა წასულიყო. აქ რო ყოფილიყო რეგულაციები, რომ აი არ თუნდაც მიწისფლობაზე, თუნდაც ბიზნესებზე დაეწესებინათ რაღაც კონტროლი, რომ არ შეეძლოთ რუსებს მაგრამ აქ მეორე მხარეა, მაშინ ბიზნეს გვაქვს, სავაჭრო მოსვლა გვაქვს, ხო, რუსეთთან, მაშინ ფულსაც ისე ვეღარ დახარჯავენ. ეკონომიკური ზრდაო რო იძახიან, მაგის ხარჯზე იწერენ ქულებს, რომ ეკონომიკა იზრდება იმ 15%-ში 85% ჩვენი მოქალაქეების არ იზრდება ეკონომიკა კი არა და ეს არ არის
ნებისმიერი ინკლუზიური ეკონომიკის პირობებში ჩვენ არ ვცხოვრობთ. შესაბამისად, აწყობს ჩვენს ხელისუფლებას, რომ რუსებმა აქ ფული დახარჯონ და ამიტომ თან პატრიოტი მინდა ვიყო, თან რუსებმა ფული, მტრებმა ფული ჩემთან დახარჯონ, ესე არ გამოდის. იმ პატრიოტობას თავის საფასური აქვს კონკრეტული და უნდა ჩამოვყალიბდეთ. არა მარტო ხელისუფლება უნდა ჩამოყალიბდეს, ადამიანებს უნდა ჩამოყალიბდეს. მე რამდენი ვითომ პატრიოტი მინახავს, იცი, მე რომ ბინას აქირავებს, მიწას ასხვისებს რუსებზე, ასე შემდეგ და სოციალურ ქსელს შეიძლება ტანზე შემოიხიოს და მე რო ვიტყვი რომ ის რა ქვია, ქალზე ძალადობა არ შეიძლება, მე მეტყვის რომ რას ქვია რუსეთი მტერია და მე არ ვიცი, არ მაქვს ბინა არც მიყიდული და არც გაქირავებული რუსებზე და ჩემ შინაგან პოზიციონირებას, ჩემ ცხოვრებაშიც, ასე ვთქვათ, შეძლების და გვარად, შეიძლება აი ერთი რაც არის, რომ აი რუსულ წიწიბურაზე ვერ ვთქვი უარი და ესეც ჩემი ნაკლია. აი, ხვდებით რას ვამბობ? მაშინ ან ჩვენ როგორც ერმა, უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ არ ვიყიდით, არ ვისარგებლებთ რუსული არაფრით და მართლა ამაში ერთგულები ვიქნებით ერთმანეთის და სახელმწიფო პოზიციის, ან ეს აჭრილი დამოკიდებულებას აი აქამდე მივყავართ, რომ აი ესეთი სპონტანური აფეთქებები, რაც ბუნებრივია, იმიტომ რომ ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი ბოდიშთა თავზე სულ რომ გამოხთილი წყალი დაესხა, მაინც გაბრაზდება. კი ბატონო. ქალბატონო რუსიკო, იგივე კითხვას დაგისვამთ. თქვენ როგორ შეაფასებთ გიორგის ქმედებას? ეს იყო პოლიტიკურ ნიადაგზე აგორებული ემოციები თუ ეს იყო ძალადობის მაგალითი? ჩერესეთი თვითონ ეს მე არ მგონია რომ ესე უნდა დავავიწროვოთ პოლიტიკამდე უნდა დავავიწროვოთ ის რამაც აღაშფოთა საზოგადოება. მე არ ვიცი ხა ეს გიორგი რამ აღაშფოთა, ალბათ სავარაუდოდ თავის ოჯახს რომ თავლაფი დაასხეს იმან აღაშფოთა და ჩვენ არ ვიცით რომ ავიდა ელაპარაკებოდა და იმ ქალებმა რა უთხრეს. ანუ ეს ხო რეაქცია იყო უთხრეს და ხელი კრეს. ხო, ხელი კრა და მაგრამ მანამდეც რაღაც ხო უთხრეს. ანუ ჩვენ არ ვიცით ეს არ გაგვიგონია, შეიძლება აგინებდნენ, არ ვიცით ხო? რაც არ ვიცით ხო? წინა პირობები რა არის ხო ამისი? მე ხა ქალბატონინას აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ ეს არა მარტო ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ეს არის პასუხისმგებლობა ყველა იმ ადამიანის, ვინც რუსებს ელაპარაკება რუსულად, აქირავებს მათზე ბინებს, ფიანდაზებს უგებს, მენიუს თავის რესტორანში ცulis ასე ვთქვათ რუსულ ენაზე, აკვრევინებს რუსულ მუსიკებს. აი ეს უბედურება არა მარტო რუსების სითავხედით და უტიფრობით არის და მათი ველიკო ძერჟავული რაღაც ამბიციებით გამოწვეული, არამედ ამ ჩვენი მოსახლეობის აი ასეთი აი უღირსი დამოკიდებულებით საკუთარი ქვეყნის მიმართ. ეს არ არის შენი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ. ეს არის შენი დამოკიდებულება შენი ქვეყნის მიმართ. შენ აფასებ თუ არა შენ ქვეყანა, შენ ღირსება გაქვს თუ არა როგორც ქართველი ერის წარმომადგენელს. აი აქ წყდება ეს ყველაფერი. ეხლა ერთი მინდა ვუპასუხო ქალბატონ ირინას, აი რომ ეს აუცილებლად უნდა შეფასდეს როგორც ქალზე ძალადობა და თქვათ კონტექსტს არ აქვს თქვათ რუსია თუ არ არის რუსი მნიშვნელობა. მაგალითად უკრაინაში მებრძოლი რუს ჯარისკაცები არ ნამოკლან უკრაინელებმა. არა, როცა საომარი მდგომარეობა, ეს სხვა თემა, როცა მეომრის სტატუსი აქვს. მდგომარეობაში. ანუ ჩვენ ფორმალურად არა. ჰიბრიდულ ომში. კი ბატონო, თუმცა ეს არ არის საომარი. ზუსტად არ იყო ნახე თანაბარი ძალები. ახლა ის რო ყოფილიყო შეიარაღებული და მეომრის სტატუსით და იგივე თანაბარი ძალა ქონოდა, კი ბატონო. მე აქ არ ვიძახი გავამართოთ, არ გავამართოთ. მე ვიძახი რომ რუსი უტიფარი მის კონფლიქტის გამომწვევი ხალის მიმართ ქმედება არ არის იგივე რაც ქართველი ქმარი რომ ცემს თავის ცოლს, იმიტომ რომ არ მისცა არყის ბოთლი. პრინციპულად იგივეა.
აი ხო, ამაში აი ჩემთვის არ არის ნამდვილად იგივე პრინციპულად როგორც იგივეა, იმიტომ რომ ძალიან რუსი საშიშია ეგეთი ჯარისკაცი, დაყოფა. ქალი იქნება თუ კაცი იქნება, ჩემთვის აქ გენდერი ვერ შემომყავს. მტრის ასე ვთქვათ, ცნებაში გენდერი ვერ მაშინ ერთი კითხვა შემომყავს. მაქვს, რატომ თქვა გიორგიმ თქვენი აზრით, რომ გიორგი ნანავს? ხო არა ვარ მე ჩემი არა, თქვენ დამოკიდებული. როგორ ფიქრობთ? არა მე ვფიქრობ რომ ინანა, იმიტომ რომ არ იყო ლამაზი. ეხლა ჩვენ რომ ვნახოთ, თქვათ, მართალი რო გითხრათ, აი ხა რუსეთს ხო ბომბავენ ყოველ დღე არა? და ჩვენ რომ ვნახოთ იქ რუსი ქალი როგორ ტირის, შეიძლება არ იყოს სასიამოვნო სანახავი. და მაშინ ვთქვათ, რომ ძალადობაა და ესეც არ მოსულა, ვთქვათ, რომ გაუნადგურო სახლი, კარი, გაუნადგურო ქონება, არა, ომია და ჩვენ მე აღვიქვამ ჩვენ დღევანდელ მდგომარეობას ჰიბრიდულ ომად და თან ვით უმეტეს, აი თქვენ აღნიშნეთ, რომ უბრალოდ უკონტროლო შემოდინება ხდება რუსების და ეს მიგვიყარს იქამდე რომ მე მოგვენატრება, ასე ვთქვათ, რაღაც პასუხის გამცემელი ამაზე. და აი მაგალითად ამ ქცევამ, რომელიც არ იყო გეთანხმებით ნამდვილად კარგი შესახედი, გამოიწვია ის, რომ ძალიან ბევრმა რუსმა ჯავშანი გააუქმა და აღარ ჩამოდის და იცახია, რომ ჩვენ იქ რა გვინდა, ცუდად გვექცევიან და ასე შემდეგ, ხო? და გამახსენდა სხვათა შორის კალისტრატე ცინცაძის მოგონებებში იყო, როდესაც მე-19 საუკუნეში ჩუძეცკი რექტორი მოკლა იოსებ ლაღიაშვილმა, მერე რომ პავლე ეგზახროსმა დაწყევლა ქართველი ერი ამის გამო და მერე დიმიტრი ყიფიანი ამის გამო გადაასახლეს ეს ამბავი. ამის მერე კალისტრატე იხსენებს, რომ არც ერთ რუს ეპისკოპოსს არ უნდოდაო ეგზარხოსაც წამოსულიყო საქართველოში. ეგენი ჩვენ აქვხანჯლავენო, ეგენი ისინი არიანო, რა ქვია, ტვინჩხელი ხალხიაო. ანუ ზოგ არასწორ ქმედებას, დანაშაულსაც შეიძლება რაღაც ისეთი შედეგი მოყვეს, რომელიც ამ შემთხვევაში აი ეს უკვე პოლიტიკური ჭრილია. უბრალოდ მე ამას ვერ აღვიქვამ მთლიან ამ იმას, მარტო პოლიტიკური ეს ღირსების საკითხია. ქალბატონო რუსიკო, დავუბრუნდებით თქვენ სიტყვებს, როდესაც ამბობთ, რომ უნდა იყოს მნიშვნელობა, როდესაც არ ტყავ რუსს და არ ტყავ ქართველს. რუს ეროვნებას არ გულისხმობ, იმიტომ რომ მე ძალიან რამდენიმე ძალიან საყვარელი მნიშვნელობა აქვს, არის თუ არა ის რუსეთის მოქალაქე და ხარდამჭერი თავის რეჟიმის. აი ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და შეიძლება რეჟიმის ხარდამჭერიც არ იყოს, მაგრამ აი ეს დამოკიდებულება, ხო, აი რომ საქართველოს აღიქვამს როგორც რაღაც თავში წამოსარტყმელ ტერიტორიას, ამ დამოკიდებულებას მე პირადად ვერავის ვერ ვაპატიებ. ძალიან ბევრი კომენტარი ვნახე სოციალურ ქსელებში, სადაც ანუ არა მაქვს ემპათია. დიახ, ხვდები, მე ვხვდი უბრალოდ. ძალიან ბევრი კომენტარი ვნახე სოციალურ ქსელებში, სადაც წერდნენ, რომ აი ვენაცვალე შენს მარჯვენას და ასე შემდეგ. რას ფიქრობთ, ეს ხომ არ არის აგრესიისა და რაღაც ძალადობის წახალისება? მე იმათ მაგერად ვერ ვილაპარაკებ, მე ეგეთი რამე არ დამიწერე, საერთოდ არ დამიწერია სტატუსი ამ თემაზე. თუ არ ჩავთვლით აი ამ შარდის მოწმენდასთან დაკავშირებით, რომელიც უფრო სხვა ტიპის კომენტარი იყო. მე არ ვიცი, რაც წერს ქართველებს ენა პირს ვერ ამოუკერავ, ვისაც როგორი ზოგადად ასეთი მასობრივი რაოდენობა, როდესაც იწერება, ხო, ანუ მართლა მასობრივად იწერებოდა ვენაცვალე შენს მარჯვენას. შეგვიძლია შევაფასოთ ეს სტატისტიკა, როგორც წახალისება აგრესიის. არა, როგორც აგრესიის სახალისება, არა, შეიძლება ულამაზო იყოს და არა ეთიკური ასე თქმა, მაგრამ როდესაც დღეს აგერ იჭერენ ვახოსანაიას ეთიკური იყო ახლა მაგ სიტყვების ზახილი, მე ძალიან ვეცადე რომ რაღაც უხამსი მეთქვა, მაგრამ არ შემიძლია ეს სიტყვაობა და ვერ ვამბობ, მაგრამ ეხლა ვახო განსაჯო იმისთვის რომ როგორ დაწერე შენ მაგ სიტყვები, ანუ კონტექსტს და ვითარებას აქვს მნიშვნელობა. ესე ამოგლეჯილად ვერ შეაფასებ, ხო? მე მაგას ვამბობ.
ირინა, შენ როგორ შეაფასებ საზოგადოების დამოკიდებულებას გიორგის მიმართ, აი ამ ვენაცვალის შენს მარჯვენას? მე მგონია, რომ აი ამ კონტექსტში ეს არის ის ემოციები, რაც ნახე სოციალურ ქსელი ყოველთვის არის და კიდევ კარგი რო ესეა. არ არის ბოლომდე სარკე საზოგადოების მერწმუნეთ იგივე ხალხი ხა აქ რომ მოვიწვიოთ და დავსხდეთ და ვისაუბროთ თუ საპირისპირო შეარბილებენ თავის პოზიციას იქ იწერება აი როგორ გითხრა პირველყოფილი პრიმიტიული თუ არ ვიცი აი რეპტილიური ტვინიდან წამოსული ფრაზები რა და არა ცნობიერი ტვინიდან თუ რეპტილიური ტვინი გაცილებით მეტი მილიონი წლის არის და უფრო ჯაბნის რომ დაფიქრდე ხო დაფიქრდე დაწერ კი ეგრევე დავწერ და თან უსაფრთხოების განცდა გაქვს იქ იმიტომ რომ დავწერე რაღაცა მქვია გიო ან ნინი და 100 წელი ვერ მომაგნებს ვერავინ და იქ სახელები და გვარები ძალიან ცოტა წერს როგორც წესი რო ვერ დააიდენტიფიცირებ ისეთებს წერს თუმცა ისეთებს ვისაც დააიდენტიფიცირებ და ეს ცოტა სხვა მოცემა მგონია თუმცა მეორეს მხრივ არც გამიკვირდა არ გახსოვს ძალიან ბევრი ქალზე ძალადობები და საქართველოს გაეროს მოსახლეობის ფონდის სტატისტიკა საქართველოში ყოველი მე-7 ქალი ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყოფილა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი და როდესაც აი კონკრეტული თვე არ გადის ხოლმე რო არ გავიგოთ ქმარმა ცოლი მოკლა შეყვარებულმა თვეც არ არის საჭირო ხო შესაბამისად და რაც არ ვიცით და რაც არ ვიცით და რაც და კომენტარებს კითხულობთ ხოლმე რომ ქალები ისე გადაგვარდნენ რომ აბა ახლა გააგიჟებ და იმ კაცს და მე არ მიკვირს ის კომენტარები და ახლა ამ ბიჭზე რო თქვოს ვენაცვალე მის მარჯვენასო ეს ყველაზე ნაკლებად გამიკვირდა აქ ის კონტექსტი მაინც არის რომ ხალხმა გული მოიფხანა ვითომ რუსეთის კონტექსტში აი მაგით მაინც გაამართლო თორე როგორ უნდა გაამართლო ქალზე ესეთ მე თავიდან AI მეგონა ესე რო დაარტყა იმ ქალს. ანუ ხო არის დარტყმაც არის და დარტყმა მოგერიებაო, აი მე მანდ კითხვის ნიშნები აი როგორ ამ ხელა ბიჭმა სხვანაირად ვერ მოიგერია, თუნდაც აი ის ქალი ნამდვილად გამომწვევად იქცეოდა ხა როგორ პირველად ის შეეხო ფიზიკურად, მაგრამ ქალი რო ეხება კაცს ეს სხვა მოცემულობაა და ეს სამართლებრივათაც ასეა და ამხელა ბიჭი რო გამოუქანებს და ლეწავს სახეში ეს ცოტა სხვა რამეა და ძალიან კარგი თვითონაც ესმის ეს და მოდით მე მგონია რომ უფრო ღირსეული პოზიცია იქნება ჩვენი სამშობლოს წინაშეც რომ სახელები დავარქვათ ყველაფერს რომ ეს იყო ქალზე ძალადობა ეს არ მოსულა მithom ეს ქართველი კაცისგან ვაჟკაცობაზე გვაქვს ხო ჩვენ სამართლიანი პრეტენზია ხო მოდი ვთქვათ რომ ეს არ იყოს სწორი და დანარჩენი ყველაფერში მართლები ვართ რუსებთან მიმართებაში მე ეს უფრო ღირსეული მგონია ვიდრე ვაправოთ ძალადობა რატო არ ვეთანხმები იმიტომ რომ მე მგონია რომ ქალზე ძალადობის დასაგმობი кейსები საკმაოზე მეტი გვაქვს მარტო ოჯახური ძალადობები რო ავიღოთ როგორ ექცეოდნენ ქალებს პროტესტის ქალებს და ქალბატონო და რო არ გმობენ აი ნახეთ ისე უმცირესობა უგმობთ ამას და ისევ ეს ხელგასაშვერი ფემინისტები გიჟები რო დავგმობთ მაგიტომ დაგმობენ არა ჩვენ თანმიმდევრულად გმობ მე თანმიმდევრულად გმობ იმასაც და იმასაც და ანუ ეს საკითხი ესე იგი უფრო უნდა იყოს ამოწეული. მე სულ მაქვს დანაკლისი, რომ როგორ ჯერ მოხსენიება ქალების, ჯერ ან როგორ გველაპარაკებიან ეს ტროლები, თქვათ Facebook-ზე, ხო? აგერვა ხო დაიჭირეს და არაკანკალებიათ ხელი ამისთვის, როცა თვითონ როგორ მოგმართავენ, მაგალითად კალაძის შტაბთან როგორ იქცეოდნენ და გაყინული ბოთლები დაგვიშინეს. მე პირადად წამაქციას კიდევაც აი ამ ტალღამ ესე წამაქცია ხელი მქონდა გადაგლეჯილი, მე შევიტანე კიდევაც საჩივარი და ეს კაცები ან რა ჟესტებს გვიჩვენებდნენ იქ ქალებს და ან საერთოდ როგორ იქცეოდნენ, აი წარმოუდგენელი იყო და ეხა იქ რო ვიღაცას და ის ხატიას იჭინავა რომ იღებდა თქვათ იქ ხო ამიტომ ვამბობ რომ ჩვენ სასამართლოში მანდატურები როგორ ექცევიან ქალებს და ნუ ეხა ნათია ბუნტური მაგალითად პროტესტის დასაწყისში
გავერთიანეს საერთოდ ისეცემეს ხო ახალგაზრდა ულამაზესი გოგო და იმდენი кейსი გვაქვს რაზეც შეგვიძლია ამბავი ავტეხოთ და მე განა იმას ვიცახი რომ არა არ დაურტყამს თქვათ ან ვაიმე რა კარგი იქნა რომ დაარტყა თუ რაღაცა მე ვამბობ ესეთ რაღაცას რომ ჩვენ ის кейსები რაზეც ყველაზე ამბავი უნდა რაც მართლა პრობლემაა და მართლა ჩაგვრაა და მართლა ასე ვთქვათ ჩვენს საზოგადოებას თავის კაცების ვაჟკაცობიდან გამომდინარე და მათი აი ამ ჰაბიტუსი რო შეილახოს მათი ვაჟკაცური ჰაბიტუსი უნდა ვლაპარაკობდეთ ამაზე მეტს და უფრო ასე ვთქვათ ეს თემა უნდა მუსირებდეს მე არ მახსოვს რომ ამდენი აი ესე 3 დღე გაეძლოს თემას მაგალითად ქმარმა რო ცოლი მოკლა და დღეს ეხლა ვაიმე ეხლა ამ გოგოს როგორ დაარტყეს ამაზე არის ლაპარაკი მარტო ამაზე მაქვს ლაპარაკი მაშინ ამ კითხვას ხომ არ არის ახლა ეს кейსი გიორგის кейსი ის რაღაც საგანი რომელსაც იყენებენ პოლიტიკურ თამაშებში და მაგიტომ გაგრძელდა ამ თემის ასეთი არა მე მგონია რომ ძალიან სენსიტიური თემა ზოგადად აი როგორც ქალბატონმა ირინამ თქვა ძალიან სენსიტიური თემა ზოგადად რუსების ქცევასთან დაკავშირებით და ბევრმა ეს აღიქვა რაღაც რამდენად სწორია რომ სენსიტიური ჩვენ საზოგადოებაში იყოს უფრო ის რომ აი რუსებს დავარტყით რომლებიც კი არიან ოკუპანტები თუმცა ჩვენს ქვეყანაში ყოველი მეშვიდე ქალი ძალადობის სოფლი გავხდა. ქალტურისთვის საშუალო დავეთანხმო, იცი? და მე ამაზე ვიდეოც ჩავწერო. ეხლა ის ადამიანები ალაპარაკდნენ ქალზე ძალადობაზე, რომელს ხმარ ამოუღიათ ქალებზე ძალადობაზე და ფემინისტებს გვეძახდნენ გიჟებს. რომ აი ეს გიჟებს იმ გაგებთ რომ მოგონილიაო, იგონებთო რა ქალებზე ძალადობა. ეხლა აღარ ვიგონებ. იმასთან რომ ეხლა პოლიტიკურად წანე შუქი აქვს ჩემი აზრით, რომ ამაზე ეს რადგან რუს ქალს მოხვდა, ეხლა ეს უნდა აჰა ეს ყოფილა ძალადობა და გუშინ ქართულ ქალებს როცემა ის არ არის ის ამბობ რომ ალაპარაკდნენ ის ხალხი ვინც არიან ქართული ოცნების ვისთვისაც ქალზე ძალადობა იყო ქართული ტრადიციის ნაწილი და თუ ძალადობა ხდებოდა ქალზე ეს იმიტომ რომ ქალები გადაგვარდნენ ან ქალმა გამოიწვია ეს ხალხი ეხლა ლაპარაკობს რომ თურმე ეხლა ეს ძალადობა ეხლა ყოფილა ძალადობა ამან ჩემშიც გაღიზიანება გამოიწვია რომ უი მე ვთხარი ვიდეოში ეს თქვი რამდენი ლატენტური ლიბერალი და ფემინისტი ყოფილხარ ძალიან კარგი თქო ეხლა დღეს გამოიღვიძეთ? იმიტომ რომ ჩემთვის მე თანმიმდევრული ვარ. მე როგორც ქართველ ქალზე ვიძახდი რომ ეს ძალადობა, ისე ვიძახი რუსია თუ ვიღაცა ახლა მუშტი მოხდა ჯების სახეში და ესეც ძალადობაა და აი იმას ვიზიარებ იმ პათოს რომ ეხლა გამოღვიძებულ ვითომ ფემინისტურ რაღაც ნარატივზე რომ დედა ქალზე ძალადობა ყოფილი ხო აქ ქვეყანაში ხდება და ეს გაправებულია ხოლმე თქვენ როგორც ქალს არ გწყინთ რომ დღეს საზოგადოება უფრო სხვა ძალადობას განიხილავს ქალზე, იმ რუსულ ძალადობას, იმ უფრო პოლიტიკური ხასიათი მიღვამან, ვიდრე აი ის რომ თქვენს მეზობელს მეუღლე მარილი რომ დააკლო საჭმელს ტაფას არტყავს თავში. სხვათა შორის მე ამაზე სულ მაქვს ძალიან ყარი და ძალიან ესეთი აგრესიული შეიძლება ითქვას რეაქცია, იმიტომ რომ მართლა წარმოუდგენელ პრობლემად მიმაჩნია ქალზე ძალადობა, აი რაც ჩამოვთვალე და კიდე არის სხვადასხვა მიზეზები, რის გამოც ქალებზე ძალადობენ, მაგრამ ძირში მაინც დევს ის, რომ შენ როგორ გაბედე და ამოხვედი ზემოთ. მე ამას ვხედავ. აი რამდენჯერ მიგძუნია რომ ეს ქალი აზრით ქართული მამაკაცების ხო, ლაპარაკი ხო ქართული იმიტირებული უნდა იყოს. ლაპარაკი კომპლექსი.
პატრიარქალური სისტემების. ხო, პატრიარქალური სისტემები და მე რომ მკითხო ახლა დღეს მაინც ქალებმა ბევრად უფრო მეტი გამძლეობა და სიმამაცევა ჩვენეთ ვიდრე კაცებმა და ამას თვითონ კაცებიც აღიარებენ ბევრი და ამიტომ რაღაცა მხრივ მე პირადად არ მაქვს დანაკლისი, რომ ვიღაც პატივსაცემს, მაგრამ ჩემს გარშემო უამრავი ქალია, რომლის ამბები ჩვენ არ ვიცით, რომლებიც აი ესე ჩუმად ითმენენ ამ საშინელ ძალადობას და იმიტომ ითმენენ, რომ ეშინიათ, რომ უჩივლონ, მერე ის ციხიდან ხო ოდესმე გამოვა და თავს წააწყვეტს და ყოფილა ასეთი შემთხვევები და აი ამ ტიპის ძალადობებზე არის ჩემის აზრით განგაშია სატეხი. აი მუდმივად უნდა ვილაპარაკოთ ამ ტიპის ძალადობაზე. ვინ უნდა კონტროლებდეს ასეთ кейსებს, როგორც აი ახლა რაც თქვით, გითხარით და ზოგადად იმ кейს, რომელიც მოხდა კახეთში. ასეთ кейსებს ჩვენ, ასე ვთქვათ, პირველი გვახსენდება სახელმწიფო, რომ სახელმწიფო უნდა აკონტროლებს, კანონი უნდა იყოს შესაბამისი და უნდა ეშინოდეთ მათ, რომ დაისჯებიან და სხვათა შორის ძალიან ბევრი ზის უკვე ქალზე ძალადობის მუხლით და მაგრამ მე მგონია რომ საზოგადოებრივი აზრი უნდა აკონტროლებდეს პირველ რიგში, იმიტომ რომ პოლიტიკური დღის წესრიგი ხშირად იცვლება საზოგადოებრივი აზრის გავლენით. ის, რაზეც ძალიან დიდი ამბავი ატყდება, უკვე პოლიტიკოსი იძულებულია სულ არ ფიქრობდეს, ან ყოველ შემთხვევაში გადაიტანს პირველად საკითხად და ამიტომ და ზოგადად სულ რო კანონმა არ დასაჯოს საზოგადოებრივი აზრის ადამიანს ბევრად უფრო ეშინია და განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, იმიტომ რომ ძალიან პატარა სოციუმია, ყველას იცნობს. თქვენ რა გონიათ ის ტიტუშკები რატო გაქრდნენ და აღარ დარბიან, თქვათ, იმიტომ რომ ყველა გამოაშკარავდა და უტყდება მერე, ბოდიში სლენგისთვის, უტყდება მერე, რომ გამოვიდეს ქუჩაში, სადღაც ქორწილშია მისასვლელი ბიჭოში, ეთყვიან და ამიტომ ჩვენ უნდა ვიაქტიუროთ ადამიანებმა. რომ დავუბრუნდეთ ამ კახეთის ინციდენტს, ვინ უნდა დაარეგულიროს და ზოგადად რა დონეზე უნდა იყოს ახლა ჩართული ჩვენი ხელისუფლება? ხელისუფლება უნდა დაარეგულიროს პირველ რიგში რუსების შემოდინება, უნდა დაარეგულიროს კანონი, რომ რუსული მენიუები არ ქონდეთ იქ, უნდა დაარეგულიროს რუსულ მუსიკებს არ უკრავდნენ და ანუ ეს არის ხელისუფლების და ჩვენ ადამიანებმა უნდა დავარეგულიროთ ჩვენი ქცევა მათ მიმართ. დღეს გაუკეთე შენიშვნა ერთ-ერთ გამყიდოს. ელაპარაკები რუსულად. უთხარი, რომ 2 ლარიღის ქართულად ესმის. ნამდვილად. მე ვთქვი უკვე ეს და თუ გნებავთ კიდევ გავიმეორებ, რომ უბრალოდ მე იცი რა არის, არ მგონია რომ ამ მიმართულებით რამე შეცვალოს დღევანდელმა ხელისუფლებამ. მგონია რომ იმდენად აი საფრთხეები, რაც არის ჩვენი გეოპოლიტიკური დასავლეთთან დაულაგებელი და გაუგებარი ამ ეტაპზე ურთიერთობა, აი ხა რაღაც თავის პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამოვა მაინც და არა, ეხა ეცდება რომ ეს რაღაცნაირად მიჩუმადდეს, ნაკლებად გააღიზიანოს ეს ხალხი ისე დამთავრდეს ეს кейსი, მე მაგიტომ მგონია რომ გავლენა ქონდა. ნაკლებად გაღიზიანება. აი რომ ეს ბიჭი გაათავისუფლონ რა, ეს ალბათ მაგიტომ მგონია რომ გავლენა ექნება სასამართლოზე. რას ფიქრობთ ახლა სახელმწიფომ რომ არ დაარეგულიროს ის რაც თქვენ ჩამოთვალით, რამდენი შემოვლენ, რამდენი რა იქნება ეს შემდეგ. არ დაარეგულირებს. და საშიშროება ხომ არ არის რომ მსგავსი ინციდენტები შეიძლება განმეორდეს. პირიქით საშიშროება გაჩნდება. ეგ მაგ რეგულაცია რომ დაიწყოს, ეგ შეიძლება მართლა საფრთხე
შეიქნება თუ არ შეიქნება, ხა მაგას ვერავინ ვერ იტყვის, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით, რომ რუსეთი არაპროგნოზირებადია, მართლა სულ ზღაფავს ეკონომიკურადაც და სამხედრო თვალსაზრისითაც, მაგრამ შეიძლება მაინც არ გაჩერდეს არასდროს. იგივე უკრაინაში და იგივე აქაც აქ პოლიტიკურ არის მხრიდან ჩვენ არ ვიწყებთ ამას, რადგან გვეშინია ნუ ამ ხელისუფლების პოლიტიკა ასეთია, რა თქმა უნდა, და სადღაც მაგრამ საზოგადოებაში ესიც ინციდენტი, მსგავს ინციდენტები შეიძლება უფრო განმეორდეს და ეს დარჩება აი ლოკალური ჩახშობის ინსტრუმენტებს გამოიყენებს. აი მე იქნება კიდე ესეთი, კიდე იქ რაღაც ისეთ იზამს, რომ აი ანუ კიდევ ერთი კვირა ვისაუბრებთ და გადავალთ შემდეგ. ეს რაღაც რადიკალურ ზომებზე ხა არ და ვერ გადავა ხელს. კი ბატონო, ეს რაც შეეხება ხელისუფლებას, გადავალ კერძო სექტორზე, კონკრეტულად იმ სასტუმროზე. რას ფიქრობთ, რა დონის პასუხისმგებლები არიან ის კერძო სექტორი და კონკრეტულად ის სასტუმრო? პირველ რიგში პასუხისმგებლები არიან იმაზე, რომ საერთოდ შემოუშვეს ისინი და ემსახურებიან. მეორე რიგში პასუხისმგებლები არიან იმაზე, რომ ან ეს ქორწილი არ უნდა გაემართათ, ან ისინი უნდა გაეყვანათ. ანუ ქორწილი და ტურისტი არ გამიგია ერთად, იმიტომ რომ ეხლა თუნდაც რუსი არ ყოფილიყო და რავი ფრანგი ყოფილიყო, შეწუხდება ხო ხმაურით არა ადამიანი. ანუ ორივე ინტერესი უნდა გაითვალისწინოს. და თქვა საქორწილო სივრცე უნდა კონდეს სხვაგან ან არ ვიცი მე არა ვარ ახლა ბიზნესის წარმომადგენელი ეს ერთი და მეორე იქ დაცვა უნდა ყოფილიყო და მას მოეგვარებინა ეს პრობლემა მე როგორც მივხვდი ეს საკმაოდ გრძელდებოდა წუთები თქვა 10 წუთზე მეტი გრძელდებოდა და რაღაცა ჩართულიყო ეს დაცვა ამ საკითხში და მას მოეგვარებინა ეს პრობლემა. თქვენი ირინა სანამ შენ უპასუხებ იმავე კითხვას, დავსვავ კიდევ ერთ კითხვას. თქვენი აზრით, აი ის გადაწყვეტილება, რომ აი იმ 5,000 ლარს ჩვენ დავფარავთ, რა მის მაჩვენებელია? იმის მაჩვენებელია, რომ გაპიარდნენ. არა, იმის მაჩვენებელია, რომ მას მიადგა რეპუტაციული ზიანი და ამ რეპუტაციული ზიანის ასანაზღაურებლად გადაიხდი საპარასისამს. აი ამ კითხვით უნდა ვისარგებლო და აუცილებლად თქვა, რომ აი ჩვენთან, არ ვიცი ეს საქართველოშია ესე თუ რა ფენომენია, ის სერვისის ნაწილი მომსახურების სფერო არის კატასტროფა. ანუ რატო ხდება ვერ გიფ, აი ალბათ დაბალი ხაფას მე არ ვადანაშაულებ თვითონ იმ მომსახურე პერსონალს, თუმცა კატასტროფა იმიტომ, აი რო არ აქვს მნიშვნელობა სად შედიხარ, მაღაზიაში, ტანსაცმლის, აფთიაქში, რესტორან. აი ნერვები ნერვები მოშლა, აი არ უნდა რომ მოგემსახუროს რა. ეხლა შენთვის კიდე ადგეს და წავიდეს და კონფლიქტი მოაგვაროს. აი რო შემოხვედი, აი შენ თეფშია კიდე ასალაგებელი. მე არ ვიცი ეს კონკრეტული სასტუმრო, მაგრამ სიტუაცია სისტემურად რო ჩვენთან ესეა, რომ მე მაგალითად უხერხულობას იგი ლამის ბოდიში მოუხადო, რომ შემოეჩეგაწუხე რაღაც წყილვა მინდა არაფერი უცებ წავალ. აი ეგეთი განცდა გვაქვს ძალიან ბევრ ადგილას, ძალიან ბევრ სუპერმარკეტში, ხო? თუ რაღაც გამონაკლისები არ არის და აქაც იგივეა რომ იქ ის რამოდენიმე წუთი ლამის 9 საათი როგორც დაწერეს ანუ სადღაც 20 წუთი ნახდად გამოდის ხო აი უფრო ის რომ მათ ესმოდეთ რომ ეს ჩვენი პასუხისმგებლობა ეს არ გამოიკვეთა ალბათ აიზლაზნეს რაღაცა ქნეს მაგრამ თან ვერ ქნეს და აი ეს გამოიკვეთა ესეც არ გამიკვირდა ეს არის ჩვენი მომსახურების ძალიან ჩვეული მოდელი და ის რომ მათ ვერ აღკვეთეს ეს დაპირისპირება ის რომ მათ ამის მენეჯმენტი წინასწარვე არ ქონიათ რომ იქ ვიღაც დამსვენებელი თუ იქ ქორწილი ეს საერთოდ არ გამკვირვებია ხო ნუ საქართველოში ვარ თავარია შემოხვიდე და ჭამოწახვიდე ფული გადაიხადო აი ეს მიდგომები ყველგან გვხვდება და როგორც ჩანს ამ სასტუმროებს რაღაც განსხვავებული მოდელით არ მუშაობს და რა თქმა უნდა პასუხისმგებლები არის რას ფიქრობთ რა გაგრძელება ელის ამ ამბავს ამ კონკრეტულ ამბავს მე ვისურვებდი რომ გაგრძელება ქონოდა რომ ის ქალები გამოიკითხონ და ნუ რა ვიცი მინიმუმ დაჯარიმდნენ იმისთვის რაც მოაწყეს და როგორც დაუზიანეს იმ ადამიანებს გინდაც საქორწილო ინვენტარი თუ რა ვიცი რაღაც გაუფუჭეს ასევე იმ მორალური ზიანისთვის ხო ჩემის აზრით უნდა აი რა ვქნა ვერ გამოვხატავ დიდი იმედებს და აი გულწრფელი რო ვიყო მე მგონია რომ ეს მიჩუმადდება
ხალხიც გაჩუმდება და დაელოდებიან პროცესს და აუცილებლად აი სექტემბერში წევა გრადუსი და თუ დააკავეს და პატიმრობა შეუფარდეს ამ ბრალდებულს, მაშინ მგონია რომ შეიძლება ატყდეს ამბავი, მაგრამ მე მგონია რომ ესე არ მოიქცევა ახლა სასამართლო. რამდენიმე საათის წინ სანამ მოვდიოდი ვნახე პოსტი, სადაც ლალი მოროშკინამ განათავს, არ ვიცი ნახეთ ხო არა. როგორ შეაფასებთ ასეთ ქმედებას? რამდენად სწორია ასეთ გაღიზიანებულ საზოგადოებაში, ასე მარილს აყრიდე საზოგადოებას? ხო, ლალი მოროშკინაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო, ხალი? გასულია მომსახურების ზონიდან. მისგან არაფერი არ მეკვირს საერთოდ, რა ვიცი. ყველაფერის მკადრებელი ადამიანია და ამიტომ გონია რომ არც ეს არ იყო გასაკვირი. იცი რა არის, მე ეხა შეიძლება ეს ერთი ხრი განიხილო, რომ აი რაღაცა დიპლომატიური სვლა, რომ აი იმ თვალსაზრისით ხო შეიძლება შევხედოთ, რომ აი ხო იყო ჩაგვრის ეპიზოდი ხო და იმ შეხვდა მსხვერპლს ძალადობის და რატომაც არა. შეიძლება ასეც შეფასდეს, თუმცა ამას რა თქმა უნდა რაღაც პოლიტიკური ელფერი არის. თუმცა ახლა ისე რომ ვთქვათ, პოლიტიკურად რამე ოფიციალური ეს არის ლალი მოროშკინა? არ არის, ხო? ამიტომ ჩვენ აი ისევ მე არ მინდა რომ ჩემ სტანდარტებს გადავუხვიო რა, იმიტომ კი არა რომ რაღაც ყველაფრის დაბრეხება შეიძლება, მაგრამ მე ხო ჩემი სტანდარტები, აი როგორც ვინ შევაფასო, რო იყოს ჩვენი რაღაც სახელმწიფო წარმომადგენელი, ვინც ანგარიშვალდებულია, საჯარო პირი შეხვდა იმ აი ვიღაც თავის კერძო ინიციატივა იყო, ახლა მე რატო უნდა შევაფასო? მე მომწონს თუ არ მომწონს, ის საჯარო პირია, კი ბატონო, კერძო პირი და ადგა და ესე მოიქცე ხა. მე ვიღაც შეიძლება სხვა მთქოს მე არ მომწონს შე როგორი კაბა გაწვია, არ მოგწონს, კარგად იყო. მე ხვდი, მე მგონი რაღაც სტანდარტები უნდა დავიცვათ. როცა ვსაუბრობთ ჩვენ ხელისუფლებაზე, იქ სხვა არის, ისინი ჩვენთან ანგარიშვალდებულები არიან და ეს მათაც კარგად უნდა ესმოდეთ და მათზე რო ვსაუბრობთ, მათ აქვთ თმენიშვალდებულებაც, მათ აქვთ ანგარიშვალდებულებაც ჩვენთან, ჩვენ სადღაც ჩვენ თავთან ვართ ვალდებული, რომ მათზე ვისაუბროთ, უკავშირი მივცეთ, ავირჩიოთ ან არ ავირჩიოთ და ეხლა ამის ძახილი რომ ეს არის ხელისუფლებასთან რაღაც აფელირებული პირი, იმის პროპაგანდისტი, ეს ხო შეფასებითი კატეგორიაა და ნუ მე არ ვარ ესე აქტიურად პოლიტიკაში, რომ უბრალოდ აი ხაც პარტიულ პოლიტიკას არ წარმოვადგენ, რომ აი ესეთ შეფასებები ვისროლო აქეთ იქით და მე რა სფეროშიც ვარ, იქ ჩემი სტანდარტია, რომ ხა რაც არის ოფიციალურად იმაზე ვიტყვით, ხა კერძო პირმა დაპატიჟა და რაღაც ესე გონია, რომ უფრო სწორია, ოკეი, მე რატო შევაფასო. შენ არ დაპატიჟე. ალბათ პირველი იმპულსი ეგ არ გამიჩნდება, იმიტომ კი არა რომ არ დავპატიჟებდი. იმიტომ რომ მე ჩავთვლიდი რომ ეს შეიძლება იყოს რაღაც უფრო შეფუთული, რაღაცა აი პოლიტიკური ჟესტი უფრო არის თითქოს, რომ აი ნახე თუ დავპატიჟე, მაშინ უნდა დამეპატიჟე ის სხვა ქართველი ქალიც რომელიც ძალადობის მსხვერპლი იყო, ხო? რაღა მაინდა მაინც ეს. მაშინ რაღაც თანმიმდევრულობას მოვთხოვდი ჩემ თავს. და ასე კონტექსტი, ასე არათანმიმდევრულად მაინდა-მაინც ამათ რატო დავპატიჟებდი? ან ესეთი ტიპი უნდა ვიყო, რომ სულ პატიჟებს ძალადობის მსხვერპლს, მაშინ კი ბატონო, ხო? ხო, მაგრამ ესეთ შეფასებით კატეგორია ეხლა მოუნდა და ეხლა დაპატიჟე, ვინ რას ეტყვის? კი ბატონო. კეთილი, დიდი მადლობა რომ იყავით დღეს ჩემს სტუდიაში. ჩემთვის საინტერესო დიალოგი იყო ნამდვილად. მიხარია. მადლობა.